მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტული ლიტერატურული შოუს წიგნების თარო სტუდენტურ სეზონს. მე მისი წამყვანი სანდრო ლორთქიფანიძე ვარ, ხოლო დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იქნება მწერალი თეონა დოლინჯაშვილი. გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ხო? დღეს სტუდენტური სეზონის ამ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში გვაქვს, მეორე ქვეჯგუფის ბოლო თამაში და შესაბამისად უნდა გამოვავლინოთ ამ ქვეჯგუფიდან ვინ გავა პირველი ადგილით ნახევარფინალში და ვინ გავა მეორე ადგილით. ამ გუნდებიდან თითოეულს თითო თამაში უკვე მოგებული აქვს, ასე რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგიით ხვდებიან ისინი ამ თამაშს და ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი თამაშის მონაწილეები. ჩემგან ხელმარცხნივ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჯიპა, ნატუკა, ილია და რუსო. და ჩემგან ხელმარჯვნივ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი მარი, მინდია და ანი. მოდით მე სწრაფად გეტყვით იმ პრიზების შესახებ, რომელიც გერგება თქვენ თამაშის შემდეგ, როგორც მონაწილეებს და მით უფრო როგორც გამარჯვებულებს. პირველ რიგში გეტყვით, რომ თითოეული გამარჯვებული მოთამაშე მიიღებს თბილისი Open Air 2016-ის აბონემენტებს Alter-Vision გრუპისგან, რა თქმა უნდა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ელექტრონული წიგნების სახლის საბა გადმოგცემთ ელექტრონულ წიგნებს თან მზარდი რაოდენობით ეტაპის და შესაბამისად, ისე რომ ფინალისტვის არაერთხელ აღნიშნავს და ახლაც გეტყვით, რომ 50-მდე წიგნიც კი შეიძლება რომ დაგიგროვდეთ და გერგებათ სასაჩუქრე პაკეტები გამომცემლობისგან წიგნები ბათუმში თითოეულ თქვენგანს თითოეული თამაშის ბოლოს ძალიან საინტერესო პრიზებით დატვირთული. რაც შეეხება თავარ პრიზს, ეს გახლავთ სტამბოლის წიგნის ფესტივალის საგზური, რომელსაც გადმოგცემთ ტურისტული კომპანია კაპიტან პლუსი. გამარჯვებულ გუნდს, ჩემპიონატის გამარჯვებულს ერგება ეს პრიზი. ასევე ვიტყვი იმასაც, რომ გადაცემა არ გავატავს ტრადიციას და აცხადებს ბლოგერების კონკურსს ჩემპიონატის პარალელურად, რომლის შედეგადაც გამოვლინდება 6 გამარჯვებული ბლოგერი, ისინი ითამაშებენ ბონუს თამაშში და ბონუს თამაშში მონაწილე თითოეული ბლოგერი მიიღებს როგორც ჩემს მიერ აღნიშნულ პრიზებს, ასევე დამატებით 3 ბლოგერი, რომელიც ბონუს თამაში გაიმარჯვებს, მიიღებს გამოცემლობისგან წიგნები ბათუმში 100 ლარიან წიგნის ვაუჩერებს, ესაც ჩვენიერი პრიზია. ნამდვილად. კარგი. მოკლედ, პრიზები მომოტივაციისთვის შესანიშნავია, მაგრამ უნდა გითხრათ თამაშის წესების შესახებაც. ოდნავ განსხვავებული ფორმატით თამაშობ წინა სეზონისგან განსხვავებით, განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ვიწყებთ ჯგუფური ეტაპით. გვაქვს 2 ქვეჯგუფი, რომელშიც 3-3 გუნდია გაწევრიანებული. გუნდები ერთმანეთში თამაშობენ და ამის შედეგად ვლინდება 2 მოწინავე პოზიციაზე მყოფი გუნდი, რომლებიც აგრძელებენ ასპარეზობას ნახევარფინალში. შემდეგ უკვე ოლიმპიური სისტემით ნახევარფინალები, ფინალი და ლოგიკურად ფინალის გამარჯვებული ხდება ჩემპიონატის გამარჯვებულიც. რაც შეეხება წესებს, უცვლელია, გვაქვს 7 ძირითადი რაუნდი და ბლიც ტური, თითოეული ძირითადი რაუნდი ფასდება 3 ქულიანი სისტემით. შეკითხვისთანავე თუ გამოიცნობთ, მიიღებთ 3 ქულას, თუ დაგჭირდებათ 30 წამი დამატებითით, რომ მიიღებთ 2 ქულას და თუ დაგჭირდებათ ჩვენი ძვირფასი სტუმრის მინიშნება, ამ შემთხვევაში მიიღებთ 1 ქულას. ჩვენი სტუმარი ერთ შეკითხვას თქვენს გულშემატკივარსაც დაუსვამს და ამ დროს გულშემატკივარმა უნდა იაქტიუროს. რაც შეეხება ბლიც ტურს, ერთი თქვენგანი დარჩება ჩემთან ბლიცის სათამაშო და შეიძლება 1 წუთის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტ შეკითხვას გასცეს სწორად პასუხი, იმიტომ რომ თითოეული სწორი პასუხი ბლიც ტურში ფასდება 1 ქულით. ყველაფერი გასაგებია, გავლილი გვაქვს ეს ამბავი ისედაც. მზად ხართ თამაშის დასაწყებად? მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. ყურადღება, პირველი შეკითხვა. ესაა ნაწარმოები, რომლის ავტორის შესახებ შეიძლება ითქვას, არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რასაც თავად ნაწარმოებში ვიგებთ. კერძოდ ის იყო სასულიერო პირი და სწორედ იმ ადამიანის მოძღვარი, რომლის თავგადასავალსაც მოგვითხრა. სიუჟეტი ერთობ დრამატულია და თანამედროვე ტერმინოლოგიით თუ დავახასიათებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახში ძალადობის საკმაოდ შთამბეჭდავი და ძალიან სწრაფი გარისკვა ამჯერადაც მინდია შენ თქვი.
იმედი ეს არის შუშანიკის წამება. შუშანიკის წამება, ოჯახში ძალადობა აბსოლუტურად. არის აღწერილი. ავტორი გახსოვს, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. ეს სწორი პასუხია, 3-0 გაიჭრა წინ თავისუფალი უნივერსიტეტი. თეონა, საერთოდ სტუდენტურ სეზონზე ესეთი შეუძლება გვაქვს, რომ გუნდები შეკითხვას არ აცდიან სტუმრის მინიშნებამდე მიყვანას, ისე სწრაფად იცნობენ ხოლმე და მაყურებლის როლში ვიქნები სიამოვნებით. არა, მე ესე ბოროტულად ვამბობ ხოლმე, რომ იმედი მაქვს, რომ მივა სტუმრის მინიშნებამდე საქმე და ნახოთ აბა როგორ ითამაშებენ ამჯერად. 3-0 ანგარიში მშვენიერი სტარტია. გილოცავთ. და გავაგრძელოთ, ხო? მეორე შეკითხვა. გამოიცანით წიგნი, რომელიც მე-19 საუკუნის 10-იან წლებში გამოიცა და ავტორის მეოთხე დიდ რომანს წარმოადგენს. ნაწარმოების მთავარი გმირი ქალია და როგორც ავტორიც აღნიშნავდა, ყველაზე მეტად თავად მწერალს გავს. მიუხედავად წიგნის საყოველთაო აღიარებისა, ავტორის სიცოცხლეში რომანის მცირე ტირაჟიც კი არ გაიყიდა სრულად. რომანის გადაფასება მოხდა 2-ოდე საუკუნის შემდეგ, როცა ცნობილმა ლიტერატურათმცოდნემ სიუზენ მორგანმა აღნიშნული წიგნი ავტორის სხვა, უფრო ცნობილ რომანზე წინ დააყენა და აღნიშნა, რომ არს ჯერა ლიტერატურული ცრურწმენების და კრიტიკოსთა სიამაყის. სამაგიეროდ ამჯერად ჯიპარისკავს. ილია, გისმენ, ნახოთ სწორად თუ აღიქვე მინიშნებები. ჯეინ ოსტინის სიამაყე და მცდარი აზრი. რომელსაც სიამაყე და ცრურწმენადაც თარგმნიან ხოლმე. დარწმუნებული ხარ, რომ ამას მიანიშნებდა, მინიშნება? გიფასებ რისკს, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი ამ შემთხვევაში. ოდნავ დამაბნეველი იყო შეკითხვა და ვაგრძელებ შეკითხვის წაკითხვა სპეციალურად თქვენთვის. შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ. მოკლედ, სიუზენ მორგანმა აღნიშნა, რომ არც ჯერა ლიტერატურული ცრურწმენების და კრიტიკოსთა სიამაყის, სამაგიეროდ ჯერა ამ წიგნის და მისი ხალასი მთავარი გმირი ქალის. ამ ინგლისელი ავტორის სხვა რომანებისგან განსხვავებით, ამ წიგნში მთავარი გმირი თითქოს და არ ექცევა რომანტიული ურთიერთობების გავლენის ქვეშ. ამის ნაცვლად ნაწარმოები სავსეა იუმორისტული პასაჟებით. ხანდახან მთავარი პერსონაჟის სახელის გამო პარალელს ფლობერის ცნობილ პერსონაჟთანაც ავლებენ. თუმცა ეს ორი რომანი ნამდვილად არ უკავშირდება ერთმანეთს. ვერსია ჩანს, უნდა მეთქვა რომ არ ჩანს მეთქი, მაგრამ ჩანს და ვინ მიპასუხებს? ფიქრობთ რომ ეს არის ემა. ემა და ფლობერის რომელ პერსონაჟთან? ფლობერთან ვერ დავაკავშირეთ, მაგრამ ნუ სხვა ვერსია. ფლობერის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ვინ გახსოვთ? ბოვარი არის, მადამ ბოვარი. რა ქვია ბოვარი? აი აგარ მახსოვს. ემა. ეს ორი პასუხია ნამდვილად. შეკითხვაში ამაზე იყო საუბარი, რომ სიუზენ მორგანმა ეს წიგნი სხვა წიგნზე წინ დააყენა და აღნიშნა, რომ არს ჯერა ცრურწმენეს და სიამაყის და ჯერა ამ წიგნის პირიქით. 6-0 გაზარდა უპირატესობა თავისუფალმა უნივერსიტეტმა და მე ვთხოვ გულშემატკივარს გამამხნევებელ აპლოდისმენტებს ჯიპასთვის. ისინი ამას იმსახურებენ ნამდვილად და მე მჯერა რომ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებენ თავის ზავას. კარგით. ჯერჯერობით ტრადიციას არ ვღალატობთ, არ მიდის მინიშნებამდე საქმე. ნახოთ მესამე შეკითხვასაც თუ ასე გაართმევთ თავს. ყურადღებით. მესამე შეკითხვა. გამოსაცნობი ნაწარმოები ამ ძალიან ცნობილი ბელგიელი ფრანგულენოვანი ავტორის შემოქმედებაში პირველი სერიოზული ნაბიჯი აღმოჩნდა. ხშირად ამბობენ, რომ სწორედ ეს პირველი ნაწარმოები მის შემოქმედებაში ყველაზე ძლიერია, თუმცა ბევრისთვის ის ამ ავტორისთვის დამახასიათებელი სენტიმენტალურობისა და ემოციურობის ნიშანს არ ატარებს. არსებითად ესაა რომანი დიალოგი, ძალიან უცნაური დასასრულით, რომლის გმირები თითქოს სამკვდრო სასიცოცხლოდ ეთამაშებიან ერთმანეთს. და მართლაც, ნაწარმოების ფინალი საკმაოდ დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ნიშნავს კი სიკვდილი დამარცხებას. ზოგისთვის კი, ზოგისთვის არა. ყველაფერი კი მაშინ იწყება, როდესაც ერთ ძალიან უხასიათო და ცნობილ მწერალს მე მგონი რაღაც ენიშნა რუსოს, აბა? ამელი ნოტომის მკვლელის იგიენა მგონი. რატო?
მწერალია უხასიათო, 80 გადაშორებული ნობელიანტი და დიალოგი აქვს ჟურნალისტებთან. დაგიფასდა ამ ნაწარმოების სიყვარული. სწორი პასუხია. 6-3. ქულა-ქულაში მიდის, ესე იგი, არც ერთ კითხვას არ ტოვებენ გამოუცნობად. და მივედექით მეოთხე რაუნდს, მართალია სტუმრის მინიშნება ჯერჯერობით არ დაგჭირდა, მაგრამ მეოთხე რაუნდში სტუმარი თავად უსვამს შეკითხვას თქვენს გულშემატკივარს, გულშემატკივრებო ყურადღებით. და თეონა გთხოვთ. ახლა კი არის დარდოთ და შეეცადეთ გამოიცნოთ სერია, რომელიც ორი მთავარი პერსონაჟის გარშემო ერთიანდება და რამდენიმე რომანს, მოთხრობას და ნოველას მოიცავს. სერიის პირველი ნაწარმოები მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გამოჩნდა და მაშინვე შეაყვარა მკითხველს მთავარი გმირი და მისი ერთგული თანხლები პირი, რომლის სახელითაც ვიცნობთ კიდეც ამ საოცრად ადამიანურ და იუმორულ არის ვერსია უკვე არც ერთ შეკითხვა გვაცადეს ბოლომდე და გისმენთ. მე მგონი ეს პელენ ვუდჰაუსის ჯივსი და ვუსტერია. ეს სწორი პასუხია რა დავამატებ. სადღაცად ჩქარობენ, მე მგონი ისე სწრაფად იცნობენ შეკითხვებს. არ ვიცი, ყოჩაღ მეგობრებო, რა ვიცი, როგორ შევაფასებდით ასეთ თამაშს? ფანტასტიკური თამაშია. ფანტასტიკური თამაშია. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს, გიორგი, მადლობა. ანგარიში კი ხდება 9-3 ამ გამოცნობილი შეკითხვის შედეგად. გაიზარდა ისევ 6 ქულამდე უპირატესობა, თუმცა მეგობრებო, 3 შეკითხვა წინ. ხომ ვიცით უკვე გამოცდილი გვაქვს და შეიძლება შემოტრიალდეს თამაში დაპირისპირო მხარეს. ყურადღებით იყავით, ამიტომ მეხუთე შეკითხვა. წიგნი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-20 საუკუნის 60-იან წლებშია გამოცემული. და დღეისათვის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად ითვლება მსოფლიო ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი თავის ჟანრში. ეს ერთგვარად სატირული ნაწარმოები შეტანილია თითქმის ყველა თანამედროვე რეიტინგულ სიაში, როგორც თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაზე უდიდესი გავლენის მქონე. წიგნი მესამე პირშია დაწერილი და მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟების რაკურსით აღწერს. შესაბამისად, განსხვავებულ მოვლენებზე ამა თუ იმ ეპიზოდში განსხვავებულ ინფორმაციას ვიღებთ. საინტერესოა, რომ ამერიკელ ავტორს წიგნის დაწერის იდეა მეორე მსოფლიო ომში მიღებული პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე დაებადა. შესაბამისად, რომანის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1942-44 წლებში მიმდინარეობს. და მთავარი გმირისა და ბომბდამშენი თვითმფრინავების ალბათ ბომბდამშენმა თვითმფრინავებმა საბოლოოდ დაგარწმუნა? ხო. იმედია რომ ეს არის სასაკლაო ნომერ 5 ვანაგუტის. ბევრი რამე ემთხვევა, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი. არ არის სწორი პასუხი და მე ვაგრძელებ შეკითხვის წაკითხვას ჯიპას გუნდისთვის, შეგიძლიათ მოусმინოთ მშვიდად ბოლომდე. გავაგრძელოთ. მოკლედ, როგორც გითხარით, მოქმედება 42-44 წლებში მიმდინარეობს და მთავარი გმირისა და ბომბდამშენი თვითმფრინავების სხვა პილოტების მოქმედებაც ავტორის პირადი ამბებითაა ნაკარნახევი. რომანის სათაურში ნახსენების სიტყვა და რიცხვი ერთგვარ ტერმინადაც იქცა, რომელიც გამოუვალ მდგომარეობას, აბსურდულ და გადაწყვეტის არ მქონე პრობლემას აღნიშნავს. არ ჩანს ვერსია, 30 წამი შეგიძლიათ იფიქროთ. ოცდაათი წამი ამოიწურა, არ გარიშკა ჯიპამ, რაც ლოგიკურია პრინციპში და ჩემი მზაკვრული გეგმას აღსრულდა. სტუმრის მინიშნებას გთხოვთ თეონა. ეს მართლაც თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რაც შეეხება მინიშნებას. ნაწარმოების ეპიცენტრში მფრინავები არიან, რომელთა ესკადრილიაც კუნძულ პიანოზაზე იმყოფება, იტალიასთან ახლოს. სწორედ ამ ესკადრილიაში ირიცხება ნაწარმოების მთავარი გმირიც, კაპიტანი.
ფრინოებს საკუთარი ვადა აქვთ მოსახდელი, რომელიც საბრძოლო ფრენების რაოდენობით აღირიცხება. თუმცა ხელმძღვანელობა ყოველ ჯერზე ზრდის ვადას, რითიც თითქმის შეუძლებელს ხდის ოდესმე ამ ერთგვარი სათაგურიდან თავის დაღწევას. ვერსია ისევ არ ჩანს, არადა რამდენიმე სინონიმური სიტყვაც გაჟღერდა. სამწუხაროდ ვერ გამოვიცანეთ, ეს მართლაც ძალიან კარგი წიგნი გქონდათ რამე ვერსია? რა? სათაგურა 22. ხაფანგი 22 ასეა თარგმნილი ჯოზეფ ჰელერის საკულტო ნაწარმოები. მადლობა მინიშნებისთვის. ანგარიში უცვლელია, აქედან გამომდინარე 9-3. დაძაბული მდგომარეობა, იმიტომ რომ ორი შეკითხვა გვრჩება. ყურადღებით. მეექვსე შეკითხვა. წიგნი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, რუსული წარმოშობის ამერიკელ ფანტასტ ავტორს ეკუთვნის. ხშირად მას რობოფსიქოლოგსაც უწოდებენ, რაც მისი ნაწარმოებებითაა ნაკარნახევი. ის პროფესიით ბიოქიმიკოსი იყო და ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ ავტორად ითვლება. მის ანგარიშზე არაერთი მოთხრობა, რომანი თუ ნოვატორული იდეაა. ეს წიგნი კი მოთხრობების ციკლია, სადაც ავტორი რობოტიკის 3 კანონს აყალიბებს. გარისკა ამჯერად თავისუფალმა უნივერსიტეტმა, ან არ ვიცი, გარისკა თუ პირიქით დიდხანს ელოდა დაჭერას, ანა გისმენ? აზიმოვის მე რობოტი. მე რობოტი? აი არ ვიცი, ამჯერად სხვა ნაწარმოებზე ხო არ არის საუბარი შემთხვევით? არა. არა ვითარ შემთხვევაში აზიმოვს ხო ბევრი რამე აქვს დაწერილი. მაგრამ 3 კანონს მე რობოტში აყალიბებს. 3 კანონს აქ აღწერს, მანამდე ხო არ აღწერს რამეში. რაღაც მოთხრობებში შეიძლება. მოთხრობის კრებული რამდენად არის, არ ვიცი, მგონი წიგნიზე. რას ვიზამ, უნდა ვაღიარო რომ ამ შემთხვევაში ეს სწორი პასუხია. არ გამომივიდა გზის აბნევა. მე რობოტი ნამდვილად სადაც გავეცანით რობოტებს და მათ ფსიქოლოგიას და მათ 3 კანონს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქცა აზიმოვი რობოტების მამად, გადაფარა კარელ ჩაპეკიც, რომელმაც პირველმა მოიგონა ეს სიტყვა და შესაბამისად თავისუფალ უნივერსიტეტს დამატებითი 3 ქულაც მოუტანა აპლოდისმენტები. 12-3 ბოლო კითხვის წინ ანგარიში. ეს უკვე უპირატესობა, მეგობრებო, გამხნევდით. გამაგრდით აქტიურად 6 ქულამდე მაინც უნდა შეამციროთ უპირატესობა ბოლო კითხვით. მე-7 შეკითხვა. ესაა თანამედროვე სულის შემზრელი ამბავი, რომელიც დოკუმენტურ პროზას შეგვიძლია მივაკუთვნოთ. მართლაც მისი ავტორი არაა მწერალი და შეიძლება ითქვას ეს წიგნი დიდი ძალისხმევის შედეგია. მან მოუთხრა ადამიანებს სიმართლე საკუთარი თავისა და საქმის შესახებ და ამის მიზეზი არ ყოფილა წერის სიყვარული. ტერორიზმი 21-ე საუკუნის გამოწვევაა და არსებობს მრავალი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას. კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილი ტერორიზმს რას უშვება? აბა მითხარით. ჩვენ გონია რომ ეს არის მალალა იუსაიფის მე ვარ მალალა. გონი ესე ქვია. მე ვარ მალალა. ხო. ესეთი ფემინური ლიტერატურის, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ის, ხო? მნიშვნელოვანი ნაწარმოები. თან თავის თავს გადახდა ეს ყველაფერი და არც წერალი არ არის. მართალია და შეკითხვაში მოცემულ მინიშნებებსაც ემთხოვდა, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი. პირდაპირ უნდა გითხრა, არა უშავს. მე უნდა გავაგრძელო შეკითხვის წაკითხვა ჯიპასთვის. ბოლომდე ხიდად აუსმენთ. კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილი ტერორიზმს უკომპრომისოდ ებრძვის და მაინც ის არსებობს და ნომერ პირველ პრობლემად რჩება. წიგნის ავტორი არც პოლიტიკოსია, არც მუსიკოსი და არც სპორტსმენი. ის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ჯარისკაცია, ცხელ წერტილებში განხორციელებული 150 დადასტურებული ლიკვიდაციით. 2014 წელს წიგნის მიხედვით კლინტ ისტვუდის მიერ გადაღებული ფილმი გამოვიდა, სადაც მთავარი პერსონაჟის რთული გზის დასასრულსაც ვხედავთ. ვერსია როგორც ხვდები არ ჩანს და 30 წამი გაქვთ. მაშინ აქამდეც გაგერისკათ, მეგობრებო.
კარგით, ორ ქულაზე ვითამაშოთ. ნუ ეს არის სავარაუდოდ ფილმი არის კლინტ ისტვუდის ამერიკელი სნაიპერი. ამერიკელი სნაიპერი. დიახ. წიგნის ავტორი ხო არ გახსოვს? არა, სამწუხაროდ. კრის კაილი ავტორი ეს სწორი პასუხია და 12-5 ხდება ანგარიში ბლიცსტორში. გამამხნევებელი აპლოდისმენტები გუნდებს. 7 ქულიანი უპირატესობა ბლიცსტორში არ არის წარმოუდგენელი ბარიერი, შეიძლება ამის გადალახვა, თუმცა ვნახოთ. პირველი თქვენ გეკითხებით, მეგობრებო, ვინ დარჩება ბლიცის სათამაშოდ? მარი, ამჯერად შეცვალეთ სტრატეგია, ხო? კარგი. მინდია ანა გადაინაცვლეთ უკან. და ვინ თამაშობს ბლიც ჯიპადან? ილია. ჯიპა არ ღალატობს ტრადიციებს. კარგით, რუსო ნატუკა დაგტოვეთ. მარიამ, ილია. ზად ხართ, რომ შეერკინოთ ერთმანეთს. რამე რჩევა შეიძლება მივიცეთ ამ დროს? რჩევა ერთადერთი ის რომ ისი ამოვნეთ, იმიტომ რომ წიგნის კითხვა და ლიტერატურა ასევე არის თამაში, ცხოვრებაც თამაშია და მე მგონი ძალიან ესე უბრალოდ ითამაშეთ, არანაირ დაძაბულობას. ყველაზე მაგარი რჩევაა ჩემი აზრით მართლა, უბრალოდ ისი ამოვნეთ. თამაშით, ლიტერატურით უნდა ისი ამოვნოთ ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ეხა კონკურსის პირობებში ვართ მოხვედრილები, მაინც ლიტერატურული სიყვარული გვაერთიანებს. ზად ხართ? მარიამ, პირველი შენთან თამაშობ. კი. დავიწყოთ ბლიცსტური მარისთან. დავიწყოთ. რომელი ცხოველი მოიშინაურა პატარა პრინცმა? მელა. სწორია, რა ქვია ნივთებს, სადაც ვოლდემორის სულის ნაწილებს ინახავს? შემდეგი. ჰორკრუქსი. ვის მისცეს იჯარით ოსმალებმა სანტა ესპერანსა? შემდეგი. ინგლისელებს, რომელი ღმერთის შვილი იყო აიეტი? შემდეგი. ჰელიოსის, რომელი წიგნისთვის მისცეს თომას მანს ნობელის პრემია? ბუდენბროკებისთვის. სწორია, რომელი პოემის სიუჟეტს იყენებს ჯოისი ულისეში? ოდისეის. სწორია, რა ქვია პირველ ქართულ ენციკლოპედიურ ლექსიკონს? შემდეგი. სიტყვის კონა. რომელ ქალაქში სიყვარულზე მოგვითხრა მილორად პავიჩმა? კონსტანტინოპოლში. სწორია, ვინ არის ავტორი წიგნისა სრული გასხივოსნება? შემდეგი. ჯონათან საფრანფოერი. ვეფხისტყაოსნის მიხედვით ვინ იყო ინდოეთის მეფე? შემდეგი. ფარსადანი. სატაქტოთა თამაშებში ვის მოიხსენიებენ მეცახელი ჯუჯა? შემდეგი. ტირიონ ლანისტერს. რომელ ცნობილ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ოდისეუსმა? ოდისევა ტროასონში. სწორია, რომელი მწერლის პერსონაჟია ბერი უილიამ ბასკერვილელი? კონან დოილის არც. უმბერტო ეკოს, რომელი სპორტის სახეობა გვხვდება ნაბოკოვის რომანში ლუჟინის დაცვა? ჭადრაკი. სწორია, დრო ამოიწურა. შენ დააგროვე 6 სწორი პასუხი და მიიღე აი ეს აპლოდისმენტები ნამდვილად კარგი თამაშისთვის. და ილია. თამაშობთ. ზად ხარ? უნდა აღინიშნოს, რომ 7 ქულა იყო უპირატესობა, 6 დაუმატა მარიამმა, გახდათ 13 და აღინიშნოს უნდა, რომ პირველ თამაში შენ 14 აიღე ბლიცსტორში. ამიტომ არაფერი არ არის წარმოუდგენელი. ნახოთ. ავიწყოთ ბლიცსტორი ილიასთან. დავიწყოთ. რომელ ცხოველს დაუხატავს პროტაგონისტი პატარა პრინცი? გველი. ბეკეკას. ვოლდემორის ნამდვილი სახელი? ტომ რიდლი. სწორია, რამდენი კუნძულისგან შედგება სანტა ესპერანსა? 7. 3. რომელი ღმერთის შვილი იყო ჰერაკლე? ზევსის. სწორია, რომელი ნაწარმოების გმირია აშენბახი? ან შემდეგი. სიკვდილი ვენეციაში, რომელ ქალაქში ხდება ულისეს მოქმედება? დუბლინი. სწორია, რომელმა ქართველმა მოგვითხრა პირველად ევროპაში მოგზაურობაზე? შემდეგი. სულხან საბამ, რამდენ მომაკვდინებელ ცოდვაზე მოგვითხრა მილორად პავიჩმა? 7. სწორია, ავტორი წიგნისა ფლობერის თუთიყუში? შემდეგი. ჯულიან ბარნსი, ვეფხისტყაოსნის მიხედვით ვინ იყო არაბეთის მეფე? როსტევანი. სწორია, რამეც სახელით ვიცნობ ჯეიმი ლანისტერს? მეფის მკვლელი. სწორია, რომელ პოემაში მოგვითხრა ჰომეროსმა ტროას ომზე? ილიადა. სწორია, ვისი პერსონაჟები არიან ნარცისი და გოლდმუნდი? შემდეგი. ჰერმან ჰესეს, რომელ ომში მონაწილეობს ფორესტ გამპი? მეორე მსოფლიო. ვიეტნამის, როგორ კუნძულზე მოგვითხრა ჟიულ ვერნმა? საიდუმლო. სწორია, ჩეხეთის დრამატურგი პრეზიდენტი? ჰაველი. სწორია, რა საერთო სახელით ვიცნობ ბიბლიაში შემავალ წიგნებს ქრისტემდე? ძველი აღთქმა. სწორია, დრო ამოიწურა. შენ დაგიგროვდა 10 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები და დაუბრუნდით ადგილებს. დაუბრუნდით, მეგობრებო, რომ გამოაცხადო საბოლოო ანგარიში, რომელიც გახლავთ 18-15 მოიგო თავისუფალმა უნივერსიტეტმა მეორე თამაშით. გილოცავთ, მეგობრებო, გილოცავთ, ბრავო, შესანიშნავი იყო და შესაბამისად ქვეჯგუფში თქვენ გადიხართ პირველ ადგილზე 6 ქულით. გადადიხართ ნახევარფინალში
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნახევარფინალის საგზურს იპოვებს ჯიპაც. მეორე ადგილით, მაგრამ გადის ნახევარფინალში და აგრძელებს ბრძოლას მთავარი პრიზის მოსაპოვებლად. ბრავო, მშვენიერი თამაში იყო. რა ვიცი, რა მეთქმის, პირდაპირ უნდა წავიდე და საჩუქრები მოგცეთ, აი ამის სურვილი მაქვს ხოლოდ და მხოლოდ. აბა ნახოთ ანა რა გვაქვს აქ. რა თქმა უნდა, თბილისი Open Air 2016-ის აბონემენტი ძალიან ლამაზი მაგნიტური სანიშნე გამომცემლობისგან წიგნები ბათუმში და ამავე გამომცემლობისგან ლამაზი ბლოკნოტი და წიგნი, რომელიც ერთნაირია სუსხი რიშელ მიდის. ეს ყველაფერი ამ ბრენდირებულ ჩანთასთან ერთად შენ და თქვენ თითოეულ მონაწილეს და ასევე გადმოგეცემათ, რა თქმა უნდა, ელექტრონული წიგნების სახლის საბასგან. ელექტრონული წიგნები ნელ-ნელა აგროვებთ ამ წიგნებს, ნახევარფინალშიც შემდეგ უკვე უფრო მეც მიიღებთ და აგროვებთ მთელ დიდ ელექტრონულ ბიბლიოთეკას. შესანიშნავია ნამდვილად, როგორ შევაფასოთ თამაში. ძალიან აზარტული იყო, ძალიან საინტერესო იყო. არ ვიცი, არ ველოდი, რომ მინიშნება არ მისულვარ და უბრალოდ არც კი სრულდება თვითონ კითხვის დასმის პროცესი. იმდენად სწრაფად იცნობენ და თან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ბევრს კითხულობთ, ვიყვართ ლიტერატურა და წიგნები, წარმატებას გისურვებთ და თვითონ თამაში და საერთო ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თეონა. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს თითოეულ თქვენგანს. შესაბამისად სტუდენტური სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშიც შედგა, ძალიან საინტერესო, დაძაბული, აზარტული თამაში გამოვიდა და გაირკვა ჩვენი ნახევარფინალური წყვილები, რომელიც გახლავთ შემდეგი. ნახევარფინალში თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთი გუნდი დაუპირისპირდება ჯიპას და თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე გუნდი დაუპირისპირდება ილიაუნის. საინტერესო თამაშები იქნება, დარწმუნებული ვარ. მე გემშვიდობებით და გეტყვით, რომ შემდეგი თამაში იქნება სწორედ თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი გუნდისა და ჯიპას მონაწილეობით. გემშვიდობებით, უყურეთ წიგნების თაროს, უგულშემატკივრეთ გუნდებს და იყავით აზარტული ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუსთან ერთად. კარგად. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. Verastros más solichkuas Verastros más solichkuas Verastros más solichkuas Verastros más solichkuas